მოძრაობა დავიწყეთ იმიტომ რომ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. გამოვდივართ, მოუწოდებთ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ეს ჩვენი შვილები დაავდივართ ამ აბსურდულ სასამართლოებზე, იქ არ ვიცი. იქ ხდება, მე მაგალითად მეც არ შევდივარ ჩემი შვილის ხდომაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მიშვებენ. უბრალოდ მე მოწმის სტატუსითა ვარ და სანამ არ გამომკითხავენ, მე დარბაზში შესვლის უფლება არ მაქვს, მაგრამ სხვები სასამართლოებზე ხომ დავდივარ. ვუსმენ ამდენ აბსურდულ ჩვენებებს, ამ ცრუ მოწმეებს უსვემ და ბრაზზე გვემატება, მარტო მე არა, ყველა მშობელი ასე ვართ. ამიტომ მეტი რა გზა დაგვრჩენია შექმნით ჩვენი მოძრაობა პოლიტიკური პარტიებმა ერთობას ვერ მიაღწიეს, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ვისაც უნდა მოვიდეს და შემოგვიერთდეს. აი ამიტომ დავაფუძნეთ ეს მოძრაობა და რა თქმა უნდა ჩვენი სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ყველა, ვისაც ამ ქვეყანაში დემოკრატია უნდა, ევროპული მომავალი უნდა, იდგეს რუსთაველის გამზირზე, დედებთან ერთად თუ სხვა აქციის მონაწილეებთან ერთად, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან უკვე 120 დღეზე მეტია, ვეღარც ვითვლით 12 დღეა. ხო, აირია თვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ჯერ 9 აპრილი, როგორც ქალბატონმა მარინამ აღნიშნა, ისტორიული თარიღია. მეც იქიდან მოვდივარ, ჩვენი ისტორია, ჩემი ოჯახის ისტორიაც ასე იწყება 78 წელს კიდე არ გულისხმობ, როცა საშიშროება ჩვენ ენას შეექმნა. 89-დან. მაშინაც ვიდექი იქ ჩემი ორი პატარა ბავშვით, მესამეზე ორსული, 7 თვის ორსული ვიყავი. აი 8 აპრილს, აი დღეს და მერე გათენდა 9 აპრილი და დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ამიტომ ჩვენი ერთიანობით მშობლებს გვინდა დავანახოთ სხვებსაც, პოლიტიკოსებსაც, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ხო ერთნაირი პოლიტიკური გემოვნება არ გვაქვს. ჩვენ სხვადასხვა გემოვნების ადამიანები ვართ, მაგრამ ერთი მიზნის გარშემო ხომ შევძელით, ხომ დამეტაქვეთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი მიზნის გარშე ვართ ყველა. ერთი მიზანი გვაქვს. ერთი მიზანი გვაქვს და გვინდა ყველას მოუწოდოთ, რომ გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად. იმათაც კი, ვინც დღეს გარეთ არ გამოდის, მათაც როგორ მოვიხსენიო, არ მინდა კორექტულობას გავცდე, მომხრეებს, მათ მომხრეებს, ქართული ოცნების მომხრეებს, სანამ თქვენი ჯერიც დამდგარა, სანამ თქვენი შვილების ჯერიც დამდგარა. ჩვენ თუ ყველა იმისი იმედი აქვთ, რომ შვილები დაიჭირეს და ახლა ოჯახის წევრებს მოგდგებია, არ ვიცი. მათი შვილების გამო მაინც გამოვიდნენ, რაღაცამ ხომ უნდა გამოაფხიზლოს, ჩვენს გარშემო გაერთიანდნენ. ხშირად მესმის ხოლმე განსაკუთრებით დედების მხრიდანაც პარალელები რუსულ მაშინდელ რეჟიმსა და ახლანდელ რეჟიმს შორის. რა აქვს საერთო ოცნებას საბჭოთა პერიოდის რეპრესიებთან? მე თუ მკითხავთ ყველაფერი. მე კომუნისტურ პერიოდში დაბადებული 66 წლის ადამიანი ვარ. ყველაფერი, აი თვითოული მათი ნაბიჯი, მათი საუბარი, მათი ქცევა, მე ყველაფერი იმ დროს მაგონებს. და აი ხლა როცა ჩვენი შვილები ასე უსამართლოდ დააკავეს, აი მახსენდება ზუსტად ის 9 აპრილი, აი მკიბეებთან მჯდომი თუ მწოლიარე ადამიანები და მახსოვს ის ტერმინოლოგია, შეიძლება ერთ-ერთი არ გავდეს, ახლა უფრო გათანამედროვდა ტერმინოლოგია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მაშინაც ძალიან ლანցხავდნენ და ეხლა ესენი რას იზამთრდნენ. მაშინ მართლა რუსებმა ნიჩბები გამოიყენეს და ესენი ალბათ ხარებას მოგვიქცევდნენ და პირდაპირ იმ კიბეებზე გაგვანადგურებდნენ დედაწულიანად თუ რა ხდება. ყველაფერი, არაფერში სხვაობას არ ვხედავ. ანუ ვერც მოვძებნი ერთს, რომ სადაც მე სხვაობას ვხედავდე. ერთი-ერთში. არ ვიცი, რამდენად და ჩემზე ახალგაზრდა ბევრია, უკაცრავად. ჩემზე ახალგაზრდა იმ პარლამენტში ხო ბევრია. ვოლსკიზე არ გელაპარაკებით და კიდე იქ კახაძე და კიდე რამოდენიმე ახლა ყველა არ მახსენდება, საერთოდ რატო უნდა ვიცოდე მათ გვარებიც და სახელებიც, იმაზე ზუბრასდები.
ახალგაზრდები ხო არიან? უფრო სხვანაირ პერიოდში გაზრდილები. ამ ახალგაზრდებს აღარ ვამბობ თავისუფლებაში დაბადებულ გაზრდილებს. ჩემ შულს მოესწრო ეს. ნიკა იხსენებს მაგალითად სოხუმში რო ვიყავია 92-ში სანონ სოხუმი დაეცემოდა ბებიამ წაიყვანა სოხუმში და მაშინ აირია სიტუაცია ზამთარშია. ნიკა 25 დეკემბერს არის დაბადებული და იქ ჩარჩნენ. და ნიკა იხსენებს ახლა 10 წლის იყო ნიკა მაშინ. იხსენებს რომ ბანერი მეკავა ძირ სისხლიანი ხუნტაო. სულ მინდა გავაკეთო და მეც დავიკავო, იმიტომ რომ სხვაობას ვერ ვხედავ. ძირ სისხლიანი ხუნტა. რა ცოტა სისხლი დაღვარეს, ან მაშინ თუ ხედავდნენ. აი თუნდაც წინამთავრობას და გადაგვაყოლეს იმ 9 წელს. ამათ მარჯვენ მეტი უარესი გააკეთეს. ეხლა ჩვენ შვილებს სისხლის მაგივრად წყალის დით? ძალიან მაინტერესებს.